ისედაც გიწერენ რომ შვილო აფრიკაში რა გინდოდაო რამ წაგიყვანაო და ეხა ადგე შენ და დაიწყო საუბარი როგორი კრიმინალური ქვეყანაა სამხრეთ აფრიკა არ მქონია არასოდეს სურვილი რომ ამაზე მესაუბრა მაგრამ რამოდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკაში კერძოდ კეიპთაუნში იმყოფებოდა სოსო ნებიერიძე სოსო around the world და მან ჰქონდა ვიდეო როგორ გასტაცეს ტელეფონი ხელიდან მანქანაში ტაქსიდან ფანჯრები ჩაწეული წითელზე გაჩერდა და ხელიდან გააწართვეს ტელეფონი ნუ ეხლა ეს ფაქტი სოფლის ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლია მოხდეს თუ ყურადღებით და ფრთხილად არ ახარ აი ესეც აკრძალულია ეხლა მე რო ქუჩაში ვარ გამოსული და ვიღებ ვიდეოს ხაშე მანქანამ შეუძლება ჩამიაროს, გაჩერდეს, წამართვას ტელეფონი და გაიქცეს. კეიპთაუნში არ არის ისეთი სერიოზული მდგომარეობა კრიმინალის მხრივ, როგორც აქ ჩემთან იოჰანესბურგში. აპარტეიდის შემდეგ ფერადკანიანებმა დაიკავეს იოჰანესბურგის ცენტრი. შევიდნენ, შეიჭრნენ შენობებში, ოფისებში და მთლიანად ქალაქის ცენტრი დაიკავეს მათ. თეთრებს იძულებით მოუწიათ გარეუბნებში დასახლება და აქაც არ ანებებენ თავს, ასე რომ თქვათ, ტეხავენ სახლებს, იჭრებიან, ძარცვავენ. რატო ვარ ქუჩაში, რომ გაჩვენოთ იოჰანესბურგში თეთრკანიანებს როგორ პირობებში უწევთ ცხოვრება. ხედ რა ლამაზი სახლები გვაქვს იოჰანესბურგში, მაგრამ ყველა ცხოვრობს 9 კლიტულში. დაცვა ემსახურება ყველა სახლს და აი ამაში გადის დენი. სახლიდან სანამ გახვალ სიგნალიზაციას რთავ და ისე გადიხარ სახლიდან. ან და სახლებს იმხელა გალავანი აქვს შემორტყმული, ნახეთ, თლიანად, რომ ნახეთ ულამაზესი სახლები დაფარულია ამ გალავნებით, რომ საერთოდ ვერც კი შეამჩნიონ გარედან, რომ სამიზნეთ არ ამოიღონ ეს სახლი. აი ამ შემთხვევასაც ნახეთ რამხელა გალავანია და უიმე მართლა ყველას ყავს ძაღლი კიდე, ყველა ოჯახს მიუხედავად ამ გალავანი პლუს დენი გადის ზევით და ყველა სახლში არის ერთი ცოფიანი ძაღლი, რომელიც შიშის ზარს ცემს ქურდებს. ნახეთ რამხელა გალავანია და მართულ ხლართები დამაგრებული ზევიდან. ვერ გეტყვით რომ რამხელა ბედნიერება აქ გამოსვლა და სეირნობა, მაგრამ სიფრთხილე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ციხე შიგნიდან ტყდებაო. აქ ყველა ოჯახს ყავს დამხმარე, მოსამსახურე და სწორედ ამ მოსამსახურის ხდება სახლების გატეხვა, ამისი მოსყიდვა. ხშირად უხდებიან გზაზე ხა დამხმარე უნდა მოვიდეს დილით ადრე 7-ზე ხო უხდებიან და მასთან ერთად ჩუმად შემოდიან სახლში რომ გატეხონ ბინები ამიტომ არის რომ გასაღებს არასოდეს ჩვენ არ ვაძლევთ ხოლმე დამხმარეს რომ თავისით გააღოს კარები და შემოვიდეს აუცილებლად ზარს რო დარეკავს ჩვენ გავდივართ და ჩვენ ვუხსნით კარს მაგრამ იმდენად მომწონს ეს ქვეყანა ხალხზე ვგიჟდები ბუნებაზე ვგიჟდები სანახაობებზე ვგიჟდები საჭმელზე ვგიჟდები ამათ უბრალოებაზე ვგიჟდები რომ ეს კრიმინალური მდგომარეობა მაქვს უკანა პლანზე გადაწეული და თქვენც ვინც ჩამოხვალთ და ისარგებლებთ სამხრეთ აფრიკის ტურით მე და ჩემი მეუღლე ვიქნებით პასუხისმგებელი რომ უსაფრთხოდ დაგაბრუნებთ საქართველოში.